რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. თუ აქამდე არ გამოგიწერიათ, აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ან ყველაზე ერთად. სანამ ჩვენ ყველანი დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს დეტექტიურ სერიალს, რომელიც ჩრდილოეთ ატლანტიკაში ხდება, როგორ აკავებს შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა ორ რუსულ ტანკერს, მათ შორის ერთ-ერთ ქართველი კაპიტანითა და ქართული ეკიპაჟით, აგერ ჩვენს ყურის ძირში, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში არანაკლებ საინტერესო დეტექტივი ხდება. ოღონდ სამწუხაროდ ამ დეტექტივს ჩვენ არ ვამჩნევთ, ვერ ვამჩნევთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას არ იმჩნევს საქართველოს სახელმწიფო, მას არ იმჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ იმჩნევს საქართველოს სანაპირო დაცვა. ამბავი დაიწყო 17 დეკემბერს. ტრაბზონის პორტიდან გამოვიდა ხომალდი მშრალი ტვირთმზიდი კლასიფიკაციით და გეზი აიღო ჩრდილოეთისკენ. ამ ხომალდს ქვია Seahawk, მეორე სახელია პრიმა და იგი ამჟამად ცურავს ვანუატუს დროშის ქვეშ, მაგრამ კომპანია, რომელიც ფლობს დღეს ამ ხომალდს, რეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე. 8 დღისა და 20 საათის განმავლობაში მიცურავდა ხომალდი ოჩამჩირემდე, საქართველოს სანაპირო დაცვამ იგი უპრობლემოდ გაატარა. როგორც ახლა ირკვევა, 10 დღის განმავლობაში ოჩამჩირეში იდგა გემი, შემდეგ ისევ დაიზრა, ისევ გაატარა იგი სანაპირო დაცვამ საქართველოსი და აღმოჩნდა, რომ გემი ახლა უკვე თურქეთში ჩავიდა. რატო მოხდა და როგორ მოხდა? როგორ არ შეამჩნია, ვერ შეამჩნია საქართველოს სანაპირო დაცვამ, საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემამ. ხომალდი, რომელმაც ორჯერ დაარღვია საქართველოს საზღვაო სივრცე, შევიდა ოკუპირებულ პორტში და გამოვიდა ისე, რომ კაციშვილმა ყური არ შეიბერტყა, ამაზე ვესაუბრეთ გოჩა ბერიძეს. თადარიგის პირველი რანგის კაპიტანს, ადამიანს, რომელიც საქართველოდან ახლა უკრაინაში წავიდა და უკრაინას ემსახურება იმის გამო, რომ საქართველოში თავის დროზე პრობლემები შეუქმნეს. გოჩა, გამარჯობა. 10 დღის შემდეგ გამოჩნდა ეს გემი. სად იყო ეს 10 დღე და დადასტურებულად შეგვიძლია თუ არა, რომ მან დაარღვია საქართველოს საზღვაო სივრცე? გემის მონაცემებიდან გამომდინარე, გემი პრიმა ოჩამჩირის პორტიდან გამოვიდა 2026 წლის 6 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე. ხოლო სინოპის ტრავერსე დაფიქსირდა 2026 წლის 7 იანვარს დღის მეორე ნახევარში. გასული არის დღე ნახევარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ აღნიშნულმა გემმა პირდაპირ კურსით წავიდა სინოპის მიმართულებით. გაიარა თავისთავად ტერიტორიული წყლები, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. სამწუხაროდ და საუბედუროდ ქართულ მხარეს არანაირი რეაგირება არ განუხორციელებინა მათ დაკისრებული, რაც კანონმდებლობა და დებულება ავალდებულებს და არ მომხდარა მათი მხრიდან აღნიშნული სამართალდამრღვევი გემის დაკავება. შეიძლება თუ არა ამაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუძებნოს ასეთი ახსნა, რომ ცუდი ამინდი იყო მაგალითად და ვერ მიუახლოვდნენ გემს. ვერ გადაიჭირეს ეს გემი ზღვაში. 6 და 7 იანვარს ამინდი იყო კარგი, ამით იმის თქმა მინდა, რომ ცუდი ამინდის გამო პრობლემა არ შეექმნებოდა დაკავებასთან დაკავშირებით. ამინდი კარგი იყო, შესაძლებელი იყო მათი ნების შემთხვევაში ჩვეულებრივად სადარაჯო ხომალდის მეშვეობით აბორდაჟი გაიხორციელებინათ და აღნიშნული გემი დაეკავებინათ, მაგრამ ეს მათი მხრიდან არ მოხდა. გამოდის, რომ ქართული სანაპირო დაცვა, ქართული პოლიცია არ ასრულებს კანონს. კანონს, რომელსაც უნდა ასრულებდეს, რომელსაც უნდა იცავდეს. არც აქეთ გზაზე დააკავა ეს გემი, არც იქით გზაზე დააკავა ეს გემი. მაგრამ სავარაუდოდ ამას რაღაც სადარაჯო ხომალდის მეთაური ან თუნდაც სანაპირო დაცვის უფროსი ვერ გადაწყვეტს. ეს რაღაც ალბათ უფრო მაღალი ეშელონებიდან მომავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ასე უნდა იყოს, ასეა. ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობიდან სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებზე არის გაცემული სიტყვიერი დირექტივა, რომ სანაპირო დაცვის სადგურებზე არსებული რადარების მეშვეობით, როდესაც დაფიქსირდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შემავალი ან გამომავალი სამართალდამღვრელი გემები მათი მხრიდან არ უნდა მოხდეს მათი დაფიქსირება და შესაბამისად სტანდარტული პროცედურების თანახმად შემდეგი ზომების გატარება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული მხარე არ რეაგირებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონდარღვევ გემებთან მიმართებაში რეაგირების მოხდენის მიზნით. აღნიშნულ ინფორმაციას მიდასტურებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომლები, რომლებმაც მიიღენ ეს დირექტივა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იერარქიულად უშუალო უფროსების მიერ. იცოდნენ თანამშრომლებმა, მაგრამ აღნიშნულ გემთან დაკავშირებით არანაირი დაფიქსირება არ მომხდარა სავახტო ჟურნალებში და ასე შემდეგ. როგორც ასეთი ფაქტის დაფიქსირება არ მომხდარა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ. სურათი ასეთი შეიკრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასდევს ადამიანებს ქუჩებში, ტროტუარებზე დგომისთვის აგდებს ციხეში და სამაგიეროდ, არაზრდილობიანად რო ვთქვა, ფეხებზე იკიდებს გემს, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს. შედის ოკუპირებულ პორტში და გამოდის ოკუპირებული პორტიდან. ასეა? კანონი სასაზღვრო პოლიციის დებულების თანახმად ავალდებულებს სასაზღვრო პოლიციას 24 საათიან რეჟიმში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რომელიც არის ნაპირიდან 12 საზღვაო მილი, შემდეგ მიმდებარე ზონაში, რომელიც არის ნაპირიდან 24 მილი და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც ნაპირიდან არის 200 მილი, განახორციელოს დებულებით და ფუნქციით დაკისრებული მოვალეობები და სადარაჯო ან საპატრულო კატარღა პატრულირებდეს აღნიშნულ საქართველოს წყლებში, რათა მოახდინოს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, დააკავოს გემი და შემოიყვანოს ფოთის პორტში, რაც არ განხორციელებულა. მოდი ჩვენი მაყურებლისთვის დავაზუსტოთ. ხომ აუცილებელია ყველა გემის დაკავება, რომელიც შედის აფხაზეთის ოკუპირებულ წყლებში და იქიდან გამოდის. თუ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი არ განახორციელებს დებულებით დაკისრებულ თავის ფუნქცია მოვალეობას, მე ვგულისხმობ სადარაჯო ან საპატრულო კატარღის პატრულირებას განსაკუთრებულ ან მიმდებარე ზონაში თავისთავად მსგავს ფაქტებს ვერ გამოავლენენ და შესაბამის ზომებსაც ვერ მიიღებენ. და რატომ არ ახორციელებენ საპატრულო კატარღების და სადარაჯო ხომალდების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და მიმდებარე წყლებში პატრულირებას, ეს უკვე მე ვფიქრობ საქართველოს რუსული რეჟიმის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ეს ერთი. მეორე, ის რომ სადარაჯო და საპატრულო კატარღები, რაც არსებობს საქართველოს სანაპირო დაცვაში, 60% გამოსული არის მწყობრიდან. ეს იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრიორიტეტი არის სულ სხვა მიმართულებით და არა ამ კატარღების რემონტების მიზნით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერ ხდება მისი გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების არ განხორციელება. თეორიულად რა შეიძლება გითხრან? რატომ შეიძლება არ დააკავონ გემი? საზღვაო კანონმდებლობა ავალდებულებს ყველა გემს პორტიდან გასვლისას ჩართოს აისი და მონაცემებში დაწეროს საიდან გავიდა და სად მიემართება. აღნიშნულ შემთხვევაში ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ გემს ეწერა პირდაპირ გამოსვლის პორტი ტრაბზონი, დანიშნულების პორტი ოჩამჩირია. ანუ ჯუკმური უწერია, ჯუკმური ოჩამჩირის შემადგენელი ნაწილი არის რა. ჯუკმური უწერია პირდაპირ, ანუ ოჩამჩირის პორტი. ანუ რისი თქვა მინდა? აისი ჩართული რომც არ ქონოდა. სანაპირო დაცვას 24 საათიან რეჟიმში გააჩნია სანაპირო დაცვის სადგურები, სადაც განლაგებული არის სარადარო სისტემა, რომელიც აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, მიმდებარე ზონაში და ეკონომიკურ ზონაში ყველა მოძრავ გემებს. ეს უნდა დაეფიქსირებინათ და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რაც არ განხორციელებულა. მე აქედან ეს ფაქტი უკრაინიდან გამოავლინე. ჩვეულებრივი აპლიკაციით, ეს ღია აპლიკაციაა. შედიხართ ჩანს საქართველოს ტერიტორიული წყლები გინდა მიმდებარე ზონა, ეკონომიკური ზონა, რა გემი მოძრაობს. შედიხარ იმ გემის მონაცემებში და პირდაპირ ღია მონაცემები არის, წერია საიდან გამოვიდა, სად მიდის. ეს არის ელემენტარული საკითხი.
არის თუ არა შესაძლებელი სანაპირო დაცვამ არ იცოდეს, რომ გემი მიდის ოკუპირებულ ზონაში, გემი მიდის ოჩამჩირეში, საერთოდ ვერ ხედავდეს გემს, რომელიც მის კონტროლებად ზონაში იმყოფება. საქართველოს პორტებში მომავალი უცხო ქვეყნის გემები 72 საათით ადრე აძლევენ მონაცემებს, ინფორმაციას ქართულ მხარეს, რომ ესა და ეს გემი ამადამ დროშის მცურავი გემი ამადამ პორტიდან ამადამ რიცხვში შემოვა მაგალითად ბათუმის პორტში. შემდეგ 48 საათში აზუსტებენ კიდე დამატებით ინფორმაციას აძლევენ ქართულ მხარეს. შემდეგ 24 საათში აძლევენ ინფორმაციას. ანუ ამით მე ისიც ვამბობ, როდესაც თანამშრომელი ზის სარადარო სისტემასთან და იმ პროგრამასთან, რადარის სისტემის გარდა არის სხვა პროგრამები არის რომელიც გააჩნია სანაპირო დაცვას, რომელიც გააჩნია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს VTS-ის სამსახურს, ხელის გულზე ჩანს რა მცურავი საშუალებები მოძრაობენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, მიმდებარე ზონაში და ეკონომიკურ ზონაში. ანუ რისი თქმა მინდა, როდესაც ეკონომიკურ ზონაში შემოვიდა გემი, კურსი აქვს აღებული ოჩამჩირის მიმართულებით. ამაზე საუბარი ზედმეტია, მყისიერად უნდა განეხორციელებინათ რეაგირება. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ამ ჩვენ საპასუხისმგებლო საზღვაო რაიონში რაც მოძრაობს ქართულ მხარეს წინასწარ აქვს ეს ინფორმაცია. თავისთავად იქ რო სხვა გემი აღმოჩნდება, რომელიც ქართულ მხარეს ამ ინფორმაცია არ იქნება მოცემული, ეს არის გამოვლენის და შესაბამისი რეაგირების საკითხი, რაც არ განაუხლებია ქართულ მხარეს. პრაქტიკულად რამდენად სრულად ხდება საქართველოს საზღვაო აკვატორიის კონტროლი? 100%-ს ხედავენ გემებისას. ის ვინც უნდა ხედავდეს. 2024 წლის იანვრის დასაწყისში თურქული მხრიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდა დაახლოებით 30 თურქული თევსაჭირის სეინერი საქართველოს ეკონომიკური ზონის გადაკვეთის გავლით და აღნიშნული კურსით დაბრუნდნენ უკან. მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ განხორციელებინა და არც ერთი გემი არ დაკავებულა. მსგავს ფაქტთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, ბოლოს დაკავება მოხდა 2015 წელს. მის შემდეგ მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გემი არ დაუკავებია. რამდენად ხშირად აკავებენ ზოგადად აფხაზეთში მიმავალ ან აფხაზეთიდან მომავალ ხომალდებს, რეჟიმის დამრღვევ ხომალდებს? მე ვეძებე ინფორმაცია და სანაპირო დაცვის სოციალურ გვერდზე ვიპოვე მხოლოდ ერთი გემის დაკავება 2025 წელს. ოღონდ ეს გემი არ იყო სავარაუდოდ აფხაზეთში, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ აღიძრა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, იგი მხოლოდ დააჯარიმეს 50000 ლარი და მერე გაუშვეს. სავარაუდოდ ეს გემი არ მოდიოდა აფხაზეთიდან. აფხაზეთიდან მომავალ გემებს რამდენად ხშირად აკავებენ? გემის დაკავების შემთხვევაში ხორციელდება გემის ბადრაგირება ფოთის ან ბათუმის პორტში, ეკიპაჟის და კაპიტნის მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 322 პრიმა 1 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას და ამავდროულად სასამართლოს უფლება აქვს მფლობელს თუ მფლობელი, ძირითადად მფლობელი თავისთავად საქმის კურსში არის გემი რო იქ მიემართება, მაგრამ ამას დამტკიცება ჭირდება კაპიტნის და ეკიპაჟის ჩვენებებიდან გამომდინარე. ამ აღნიშნული დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ მფლობელს გაუკეთოს აღნიშნული გემის კონფისკაცია და შემდეგ გაიტანოს და აუქციონზე გაყიდოს. რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აუქციონზე გავიდა და გემი გაიყიდა მფლობელს ჩამოერთვეს. იყო 2004 წელს, იყო 2009 იყო თუ არ ვცდები თუ არ ზუსტად ვერ გიგო. თუ რომელიმე ხომალდი ჩვენს უკითხავად შედის ოკუპირებულ წყლებში, აფხაზეთის წყლებში, ავტომატურად უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე? მე როდესაც მსახურობდი სანაპირო დაცვაში, თვეში დაახლოებით შედიოდა დაახლოებით 10-15-20 გემამდე. ამას საიდან ვავლენდით ჩვენ? ესე იგი, იქ ძირითადად გემები შედიოდნენ თიშავდნენ ISIS სისტემას, მაგრამ საქართველოს სანაპირო დაცვის
სადგურებზე არსებული რადარები აფიქსირებდნენ რადარზე ამ გემებს და შემდეგ ხდებოდა იმ გემების იდენტიფიკაცია. ამავდროულად პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერის დეპარტამენტიდან აგენტურული ქსელით აგენტურული ქსელიდან გამომდინარე ხდებოდა ინფორმაციის მოწოდება ქართულ მხარეს, რომ მაგალითად სოხუმის პორტში შემოვიდა ამადამ დროშის ქვეშ მცურავი გემი სიტყვაზე. მიაქვს ქვანახშირი და ასე შემდეგ. და ამ ყველაფრის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სანაპირო დაცვის რადარებით ზე დაფიქსირებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ხდებოდა სადარაჯო ან საპატრულო კატარგის პატრულირება მიმდებარე ზონაში, რათა პორტიდან გამოსვლის შემთხვევაში მომხდარიყო ცხელკვალზე დევნა და მსგავსი დამღოვი გემების დაკავება. ხშირ შემთხვევაში ვაკავებდით, ხშირ შემთხვევაში ვერ ვაკავებდით. როდესაც იყო მაგალითად ძალიან ცუდი ზღვის ღელვა 4-5 ბალი იყო, ძალიან რთული იყო დაკავება და როდესაც იყენებდნენ რუსულ პორტებს, თავისთავად ვერ ვაკავებდით. დანარჩენ შემთხვევებში ჩვეულებრივად ხდებოდა დაკავება. კატარგები რომ ყოფილიყვნენ მიმდებარე ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, აღნიშნული გემი ვერ გადაკვეთა ეკონომიკურ ზონას, ვერ გადაკვეთა მიმდებარე ზონას და ვერ შევიდოდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიულ წყლებში. ეს მაძლევს იმის თმის საშუალებას, რომ ამ დროისათვისაც ჩემი აზრით არ ხორციელდება პატრულირება. რათა გამოვლენილი იქნას აღნიშნული ფაქტი და დააკავოს. სანაპირო დაცვას ავალდებულეს კანონმდებლობა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმდებარე ზონის და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი. იქ არსებულ დარღვევების პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოხდენა. გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც ზღვის ღელვა არის 4-5 ბალზე მეტი, ანუ ძალიან ცუდი ზღვა თუ არის, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვერ დააკავებს გემს. არ გააჩერებს და აბორდაჟის ჯგუფი ვერ განახორციელებს გემზე გადასვლას. ერთადერთი ფაქტი არის ეს, რა შემთხვევაში ვერ შეიძლება დააკავოს ქართულმა მხარემ დამღოვი გემი. დანარჩენ შემთხვევაში ვალდებული არიან, რომ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები, გამოავლინონ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. კარგი, იმ ძველ დროზე ვილაპარაკოთ. ადრე როგორ ხდებოდა უკეთეს წლებში? რამდენად ხშირად აკავებდით ხომალდებს? როგორ აღმოაჩენდით საერთოდ ხომალდებს? რა ჩანს რადარზე, რა არ ჩანს? ან შეიძლება რაღაც სხვა ინფორმაცია გქონდათ? 60% ვაკავებდით იქიდან გამომდინარე, რომ ხდებოდა როგორც თქვენ თქვით, ხშირ შემთხვევებში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარედან რუსული პორტებიდან ხდებოდა ჩამოსვლა ოკუპირებულ პორტებში და შემდეგ ისევ იმ გზით უკან მიდიოდნენ ან ტუაფსეში ან ნოვოროსიისკის პორტში და უკვე ნეიტრალური წყლებიდან მიდიოდნენ და ისეთნაირად აკეთებდნენ საბუთიერად ეთდებოდა ისე რომ თითქოს მაგალითად თურქეთიდან შევიდა ოფიციალურად რუსეთის რომელიმე პორტში და დაბრუნდა უკან, მაგრამ რეალურად რუსეთის პორტიდან იყო შემოსული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პორტებში. მსგავს ფაქტებზე რეაგირებას ვერ ვახორციელებდით, ხოლო ვახორციელებდით ისეთ ფაქტებზე, როდესაც გამოსვლის დროს იყენებდნენ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას. აღნიშნულ შემთხვევებში არაერთი გემი დაგვეკავებია სანაპირო დაცვას და პასუხისგებაში გადაგვიცია ეკიპაჟის წევრები. დაახლოებით მე ვიტყოდი წელიწადში 2-3 ფაქტი იყო დაახლოებით. მაგრამ იყო შემთხვევები, რომ ვერ ვაკავებდით. როდესაც იყენებდნენ რუსულ პორტებს. რუსული პორტების გავლით, როდესაც ხდებოდა შესვლა, ეს უკვე ჩვენ ძალებს აღემატებოდა. გავიგე რომ იანვარში, როდესაც ოჩამჩირიდან მიდიოდა თურქეთისკენ, შტორმი არ იყო, მაგრამ თურქეთიდან როცა მიდიოდა ოჩამჩირისკენ დეკემბერში, იქნებ მაშინ იყო შტორმი და ამის გამო ვერ დააკავეს მაშინ. აღნიშნული გემი, როდესაც შევიდა ოჩამჩირის პორტში, ზღვაზე შტორმი არ იყო, ისეთი შტორმი, რომ გამოვლენა ვერ გაეხორციელებინა სანაპირო დაცვას და რეაგირება ვერ მოეხდინა.
კოჩა დიდი მადლობა რომ უკრაინიდან მაინც დარაჯობთ საქართველოს საზღვაო ტერიტორიულ წყლებს და სამწუხაროდ საქართველოში ამას ის ხალხი ვინც უნდა აკეთებდეს არ აკეთებს, ვერ აკეთებს. დიდი მადლობა. მაშასე კიდევ ერთხელ, მოკლედ. გემმა პრიმამ მეორე სახელი Seahawk დაარღვია საქართველოს საზღვაო სივრცე, შევიდა ოჩამჩირის პორტში, 10 დღე იდგა ოჩამჩირის პორტში, გამოვიდა იქიდან ისე რომ საქართველოს სანაპირო დაცვას არც იქით და არც აქეთ ეს გემი არ დაუკავებია, არც კი შეუმჩნევია, არც უცდია მისი დაკავება. თან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს გემი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც არის სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ. ძალიან მარტივად შეიძლება ინფორმაციის მოძიება. კომპანია Mindful Shipping სანქცირებულია რუსული და ირანული ნავთობის გადაზიდვისთვის. ანუ სანქცირებული ნავთობის გადაზიდვისთვის მისი გემები, ამ კომპანიის ტანკერები მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს, ზუსტად იმ ფლოტს, რომელიც ახლა დაფიქსირდა ატლანტიკის ოკეანეში, დაფიქსირდა ვენესუელასთან და რომელიც ნაწილი ორი ხომალდიც ახლა დააკავა შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ. კონკრეტულად ეს გემი პრიმა, ანუ Seahawk-ი უკანასკნელ წლებში 2015 წლიდან 8-ჯერ არის შესული ფოთის პორტში და 6-ჯერ არის შესული ბათუმის პორტში. კარგად უნდა იყოს ეს გემი ნაცნობი საქართველოს სანაპირო დაცვისთვის, მაგრამ როგორც გითხარით, საქართველოს სანაპირო დაცვამ იგი ორივე გზაზე ძალიან მარტივად გაატარა. რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს? გოჩაბერიძის ერთ-ერთი ტექნიკური ვერსია არის, როგორც მოისმინეთ, რომ გემების რემონტი არ ხდება, ამიტომ გემები არ გვაქვს. დიახ, შეიძლება გემების პრობლემა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წელს დაფინანსება გაეზარდა 10%-ით. მისი დაფინანსება წელს 2026 წელს იქნება 1.5 მილიარდ ლარზე მეტი. 1.5 მილიარდ ლარზე მეტი. ოღონდ ეს ზრდა 10%-იანი ზრდა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მთლიანად მიდის ხელფასებში. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა ცდილობს პოლიციელები უფრო ლოიალურები გახადოს თავის მიმართ და უფრო დაცულად იგრძნოს თავი. დიახ, სახელმწიფო შენახვა ზოგადად ზვირია. ამიტომ შეგვიძლია ბორია შევთავაზოთ უფრო მარტივი გამოსავალი, უფრო იაფი და იორღა. შეგვიძლია საერთოდ უარი ვთქვათ საზღვრის დაცვაზე და გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინანდელი, 20 წლის წინანდელი დაახლოებით პრაქტიკა და ვთხოვოთ ისევ რუსეთს, რომ დაიცვას მაგალითად საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. გარწმუნებ ბორია, რომ რუსები ამ წინადადებას ძალიან მარტივად და ძალიან დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან. დიდი სიამოვნებით დაბრუნდებიან ახალციხეშიც, აჭარაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე შეგვიძლია გავავრცელოთ ეს პრაქტიკა, განვავრცოთ. კიდევ უფრო ადრინდელ წარსულს დაუბრუნდეთ და ისევ სამხედრო ბაზები დაუბრუნოთ რუსებს. ამასაც ძალიან დიდი სიამოვნებით დაგვდახდებიან, ამის გარანტიასაც ვიძლებ. შეხომ გიყვარს ზოგადად ყველაფერი, რასაც ძველი სუნი აქვს. დაწყებული ვოლგიდან, გაზ 21-დან დამთავრებული საბჭოთა კავშირის ძველი სურნელით. ხო და იქნებ სადო. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.